ოჯახების ახალი წამოწყება, მათი კოორდინირება, როგორც ჩანს, შეიქმნა ეს ფორმატი, მინდა რომ ჩვენი კოორდინაციიდან, წინააღმდეგობის პლატფორმიდან გამოუცხადო მათ კიდევ ერთხელ სოლიდარობა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ კოორდინაციის მთავარი ორი მიზანი რჩება სრულიად უცვლელი, ეს არის ახალი არჩევნების მზადება, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების და მეორე არის ცხადი არის სინდისის პატიმრების განთავისუფლება და იმასაც უნდა ხაზი გაუსვა, რომ ეს თემა სინდისის პატიმრების მათი მდგომარეობა, მათი ზოგჯერ რაც იყო წამება და ცუდი მოპყრობა, ეს ყველაფერი არის ჩვენი მუდმივი თემა ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან ცალ-ცალკე პარტიების ფორმატში, მაგრამ ეხლა უკვე კოორდინაციის ფორმატში და ძალიან ნიშანდობლივი არის, რომ ამას უკვე შედეგი გამოიტანა და გუშინდელი დღე იყო ძალიან ძლიერი დარტყმა მართველ პარტიაზე, რეჟიმზე, რადგანაც წამოვიდა სხვადასხვა კუთხიდან ძალიან სერიოზული რეაქციები, მკაცრი რეაქციები, ერთის მხრივ ევროკავშირიდან, კაია კალასის და მარტა კოსის ერთობლივი განცხადება, მეორე ამერიკის ჰელსინკის კომისიის ორპარტიული განცხადება, რომელიც ეხმაურება ანაკლის სპორტთან დაკავშირებით საკითხებს და ჩინელების შემოყვანას, ესეც ძალიან მკაცრი განცხადება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერის კომენტარი, რომელიც კიდევ ერთხელ ახსენებს რეჟიმს, თუ რა უნდა გააკეთოს, თუ მას სურს გაუმჯობესება ამერიკასთან ურთიერთობების. დიდი ბრიტანეთის ახალი სანქციები 2 აპრილის გამოცხადებული და ოდირის განცხადება ფარასთან დაკავშირებით. ანუ ეს ხუთივე განცხადება არის ძალიან დიდი დარტყმა რეჟიმისთვის. ნიშანდობლივი არის, რომ პირველად სასამართლო სისტემა და სანქცირდა ბრიტანეთისგან და სწორედ ის ადამიანები, რომლებიც არიან პასუხისმგებელი ამ ჩვენი სინდისის პატიმრების დაკავებაზე და მათი ციხეში ყოფნაზე. ეს განცხადებები, ეს რეაქცია ჩვენი პარტნიორების არის უკვე ერთი ნაბიჯი გამარჯვებისკენ. ჩვენ ასე მივდივართ არჩევნებისკენ, ასე მივდივართ რეჟიმის ჩამოშლისკენ, ეს არის რთული გზა, გრძელი გზა, მაგრამ რომელიც ჩვენი კოორდინაციის გაგებით, პოლიტიკური გაგებით, ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც მივიყვანს ბოლომდე.